გარგარის წვენის ვიდეო რეცეპტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მოდით ანალოგიურად მოვამზადოთ ყვითელი ატმის წვენიც. გავროცხოთ 3 მოზრდილი ატამი, გავთავოთ, დავჭრათ პატარა ნაწილებად, მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და კარგად დავაბლენდეროთ. ავატუღოთ 2 ლიტრი წყალი და ჩავასხათ დაბლენდერებული მასა. მოვქაფოთ. დავაყაროთ შაქარი იმდენი, რამდენიც ჩვენ გვჭირდება სიტკბოსთვის. შემდეგ როგორც გარგარის წვენი მოვამზადეთ იგივენაირად, გადავიტანოთ საცერზე და გავატაროთ საცერში, რათა გამოვიდეს ბლანტი წვენი. ფერით შესანიშნავი აქვს, სისქეც ნორმალური. ჩაასხით ბოთლებში, გაგრილების შემდეგ შედგით მაცივარში და ჩააციეთ. უგემრიელესი წვენი მზად არის, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი ბურის სამზარეულო, მოიწონეთ და აკომენტარეთ და გააზიარეთ.